სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულებულია. თემებისა და სოფლის რწმუნებულებმა გამგეობაში უკვე გადაგზავნეს სოფლის კრებების ოქმებიც. სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა მოთხოვნები თითქმის იდენტურია. გზების კეთილმოწყობა, გაზი ფიცირება, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, გარე განათებებისა და მოსაცდელების მოწყობა, სამარშრუტო ხაზების დამატება და სხვა. ეს სოფლად მცხოვრებთა უმთავრესი პრობლემებია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ხელმძღვანელობის მხრიდან შეთავაზებულ ინიციატივას აღნიშნული თანხით სპეცტექნიკის შეძენას დათანხმდა, რომელსაც მეწყრის ან ვითოვლობისას გამოიყენებენ. ყოველ სოფელს პროგრამის ფარგლებში თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით აქვს გამოყოფილი. თითოეულ მოქალაქეზე 12 ლარი და 57 თეთრია გათვალისწინებული. როდის გამოიყოფა თანხები სამუშაოების დასაწყებად. დეტალები ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. კაცი შემოდის სოფელში, როგორია გზები, როგორია ვიჟი სოფლის, ამას აგვირდება. სეშუპტავე როგორაა თუნდაცა, ცენტრია აგერ ამხელა ცენტრი. თუ კახეთს დაუშვათ ზიანი ადგება, იქ კომპენსაციას ადლევს მთავრობა და რაც ხდება ეხმარება და რა. ჩვენთან ასეთი დახმარება რამე არ ჩანს. ახლა ზევით უფრო მაღლობებში ხეხილი იმდენად დაამპრია ამ ზამთარმა, რომ ნახევარი ბაღი განადგურდა. დილის საათებში გვყავს მარშრუტკა. ხო და შუა დღეზე გვინდა გვესაჭიროება, არც გაზი, არც გზა, არანაირი ყურადღება არ გვაქვს ჩვენ სოფელს. შავი ნაწილი, ესა რა ქვია, ადგილზე შედგა ოქმები, ყველაფერი თავისი ხელმოწერებით. ვინც ესწრებოდა კრებას, გამგებლის სახელზე, იქნა მიმართვა შედგენილი, იქნა ყველაფერი აღწერილი, თუ რამდენი სოფელში ჩატარდა კრება, რამდენი ფურცელია დანართით თავისი ყველაფრით და შემდეგ გამგებელი შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამსახურს აწერს.